გითხოვთ დაბრძანდეთ და ეხლა გვაქვს საჩუქარი თავისუფალი მეცნიერების სტუდენტებისგან.
გამარჯობათ. კიდევ ერთხელ მადლობა მობრძანებისთვის. მოგესალმებით აგრარული უნივერსიტეტის 2024 წლის გამოშვების კურსდამთავრებულებს. ყოველ წელს ვამბობ ეგ ფრაზა და მართლა ეგრე, რომ მე მგონი ძალიან რთული იყო ეს 4, ვიღაცისთვის 5 ან 6 წელი ჩვენთან უნივერსიტეტში და იმდენად რთული იყო, ნახეთ რამდენი მოწმე მოვიდა, რომ შემოწმეს თავისი თვალით დაინახოს, რომ ნამდვილად დაამთავრეთ ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი და მე მგონი დიდი სიამაყე იგრძნობა ეხლა ყაერში. მაგრამ როგორც სპაიდერმენმა მიიღო რჩევა თავის Uncle Ben-დან, რომ with great power comes great responsibility და ეს ცოდნა, რომელიც თქვენ მიიღეთ ჩვენთან, ნამდვილად არის ძალა და რაც ბანალური არ უნდა იყოს ეგ ფრაზა, მაგრამ თქვენ ხართ ამ ქვეყნის მომავალი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ გამოიყენებთ ეგ ძალა სწორად, ისე ვთქვათ, და ჩვენი უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ განათლებისთვის, არამედ ურთიერთობისთვისაც. ვინ იცის, შეიძლება რომ თქვენს გვერდზე ის მომავალი პრემიერი, წარმატებული ბიზნესმენი ან ნობელის პრემიის ლაურეატიც კი. ამიტომ არ დაიკარგოთ. ჩვენ მუდამ გელოდებით კამპუსში და იმედი მაქვს, რომ აი დღის შემდეგ, ამ დღის შემდეგ თქვენ დაიწყებთ ცხოვრების ახალი ნაწილი და მე მგონი თქვენ მეც ვიცი ერთი კარგი ფრაზა, კარგი ფორმულა, როგორ უნდა გაგრძელოთ ეს ყველაფერი და ცოდნით, შრომით, თავისუფლებით, რომელიც იმედი მაქვს, რომ თქვენ მიიღეთ აქ ჩვენთან. გილოცავ. და ეხლა მინდა ვთხოვო ჩვენ პრორექტორს ქალბატონ მარინა კარჩაოს სცენაზე. მადლობა. სალამი ყველას და პირველ რიგში დავიწყებ მადლობით თქვენ, რადგან გაუძელით ამ სერიოზულ შრომას 4 ბაკალავრიატისთვის, 5 ვეტერინარიისთვის და 2 წელი მაგისტრატურის და 3 წელი დოქტორანტურისთვის. შრომა ნამდვილად რთული იყო, თამასა თქვენთვის თავიდანვე იყო უკვე ბევრად მაღალი, ვიდრე ეს იყო თუნდაც 5 ან 10 წლის წინ, რაც ნიშნავს, რომ შედეგი უნდა იყოს ნამდვილად კარგი. მადლობა, რომ გაუძელით ამ წნეხს, მარტივი ნამდვილად არ იყო, ეს შედეგებზეც ჩანს. პრაქტიკულად არ გვაქვს GPA 4, რაც ნიშნავს, რომ არც თუ ისე მარტივი იყო სწავლა, თუმცა საშუალო GPA ბაკალავრიატში გვაქვს პრაქტიკულად 3, რაც საკმაოდ მაღალი შედეგია და დაახლოებით კი არა ზუსტად გეტყვით ახლა ბაკალავრიატში 29%, ანუ მე-3-ს აქვს საშუალო GPA 3.5, რაც ნიშნავს ღია კარის ან სერიოზულ სტაჟს რეიტინგულ პროგრამებზე დასავლეთში, ვისაც მოუნდება წასვლა. ამიტომ ჩემი აზრით ნამდვილად ესეთი მისასალმებელი შედეგია. მაგისტრატურაში ეს შედეგი არის ცოტა უარესი,
მაგრამ მაინც კარგი, ძალიან მცირე მიღება გქონდა. ეს ყველა თაობა პრაქტიკულად ეგრეთ წოდებული ნაკოვიდარი თაობა არის. ეს კიდევ ერთი სირთულე იყო, რომელიც თან ახლდა ამ თქვენს სწავლას, თქვენი სწავლის პერიოდს, მაგრამ მაინც GPA საკმაოდ კარგია მაგისტრატურაში, საშუალო 3.02, რაც მისასალმებელია, თუმცა ამ შემთხვევაში არ ვიტყვით, რომ აქ საუბარი არის რამე გასაღებზე, შემდეგ საფეხურზე, იმიტომ რომ ეს უფრო კარიერისთვის არის. კარიერისთვის საკმაოდ კარგი შედეგია. ანუ შემდეგი უკვე არის დოქტორანტურა თქვენი საფეხურის მერე, იქ კი GPA-ების საფუძველზე არ იღებენ ხოლმე. ამიტომ მაინც ესეთი ასე არ გავამახვილებდი უბრალოდ ყურადღებას. ვიტყვი შემდეგს რო წელს ძალიან სიმრავლე გვაქვს კურსდამთავრებულებში ვეტერინარიაზე, რაც დიდი ხანი არ მომხდარა, ძალიან მისასალმებელი შედეგია. მით უფრო რომ ეს შედეგი ჩვენ გვჭირდება უნივერსიტეტს შემდგომი განვითარებისთვის და ვიცი რომ ამ დარბაზში უკვე ვეტერინარებში არიან კურსდამთავრებულები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ სასწავლო პროცესში და ძალიან მისასალმებელია და ჩვენთვის ეს არის შეუფასებელი დახმარება მომავალი თაობისთვის, უკეთესად რომ მოვემზადოთ ამ სფეროში სწავლებისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ. გავამახვილებ აქ ყურადღებას იმაზე, რომ აქ უმაღლესი GPA, რომელსაც გამოაცხადებენ კიდევ, მაგრამ არის 3.62 გაჩეჩილაძე ნია. ერთადერთი მხოლოდ 9%-მა დაამთავრა პირველადი ჩაბარების მერე, ანუ 9 წელს რომ მივიღეთ სტუდენტები, მხოლოდ 9%-მა დაამთავრა 5 წელიწადში. ეს სავარაუდოდ ალბათ მეტყვი, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომ დავფიქრდეთ ბევრ რაღაცაზე, თუმცა იმაზეც მეტყველებს, რომ რთული პროგრამა არის. ექიმობა, ვისიც არ უნდა იყოს, რთულია. ამიტომ ეს პირდაპირ უბრალოდ ასახავს ამ სირთულეს. ბაკალავრიატში უნდა ვთქვა, რომ ყველაზე მაღალი GPA პროგრამების მიხედვით რო ავიღოთ 3.35 აქვს ქიმიის პროგრამას. და ყველაზე მაღალი გამტარიანობა, ანუ 20 წელს რომ მივიღეთ სტუდენტები, 77%-მა დაამთავრა. ანუ ძალიან ცოტა აკლია, ესე ვთქვათ, სრულ გამტარიანობაზე, რამდენი შემოვიდა, იმდენი გავიდა. რაც მეტყველებს, რამდენად დაბალანსებულად და შეფერხებების გარეშე და წაბორძიკების გარეშე, ესე ვთქვათ, მოხდა თქვენი სწავლა და შედეგის მიღება. ბაკალავრიატში უმაღლესი GPA 3.95, მე ვთქვი რომ 4 არ გვაქვს, მაგრამ 95 გვაქვს და ეს არის შაჰნაზაროვი ელიზაბეთი. ისევ ქიმია. და უნდა ვთქვა რომ მაგისტრატურაშიც ქიმიკოსებმა საკმაოდ მაღალი შედეგი აჩვენეს. 3.92 აქვთ საშუალო GPA ქიმიკოსებს. ისევ. ანუ როგორც ჩანს ქიმიკოსები მეფობენ ახლა ჩვენთან აგრარულ უნივერსიტეტში, ოღონდ გამტარიანობა ამ შემთხვევაში ბიოლოგებს უფრო მაღალი აქვთ. ანუ უფრო წყობრად დაასრულეს. და ამჯერად მაგისტრატურაზე 4 უმაღლესი GPA აქვს ხარებავა მარიამს. ქიმია ისევ. მადლობა თქვენს ლექტორებს, თქვენ პროფესორებს, მათი ძალიან დიდი წვლილია ამ შედეგში. მადლობა თქვენ მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომელიც ამდენი წელი თქვენს გვერდზე იდგნენ
ბევრი თვალსაზრისით და დღეს უბრალოდ არიან მომსწრენი აი ამ მომენტის, როდესაც თქვენ აიღებთ ქაღალდს, ფურცელს ხელში, დოკუმენტს, უფრო ასე ვიტყოდი, რომელიც ადასტურებს, რომ ბაკალავრიატის შემთხვევაში საშუალოდ 7200 საათი იშრომეთ. წარმოიდგინეთ რამდენია? 7200 საათი იშრომეთ, რომ ხელში აიღოთ ეს დოკუმენტი. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს ნიშანს. მთავარია ეს არის საშვი, თქვენი საშვი შემდეგ ეტაპზე. ვეტერინარებისთვის ეს არის თითქმის 10000 საათი. აი რამდენი სჭირდება ვეტერინარს, რომ დადგეს სრულფასოვანი ექიმი. გილოცავთ ამ შედეგს. მე მგონი თქვენი ოჯახის წევრები, მშობლები უნდა ამაყობდნენ, ისევე როგორც ჩვენ ვამაყობთ. წარმატებას გისურვებთ, ერთადერთი კიდე გეტყვით, რომ კი ცოდნა შეიძინეთ, მაგრამ ჩემი აზრით ეს მაინც არის ანკესი, რომელიც თქვენ ხელში უნდა დაიჭიროთ და გააგრძელოთ ცოდნის მოპოვება. ჩვენ კი ანკესი მოგეცით ხელში. დარჩით ჩვენთან, თქვენ სამუდამოდ ხართ ჩვენთან დაკავშირებული აწი, უბრალოდ სხვადასხვა როლი გექნებათ, მაგრამ დარჩებით ჩვენთან. და იცოდეთ, რომ ყოველთვის გაგვიხარდება თქვენი ნახვა, მით უფრო რომ თქვენი აზრი გვაინტერესებს, ბევრი წლის მერეც კი იმაზე, როგორი უნდა იყოს აგრარული უნივერსიტეტი, რათა ეს თქვენი ალმა მატერია უკვე, რომელსაც ვერ წაშლით ვერ საიდან. წარმატებები და ალბათ თქვენიცით. და ეხლა სიტყვას გადავცემ რექტორს, ბატონ ვატო ლეჟავას. მოგესალმებით და გილოცავთ. მოსალოცი ნამდვილად არის ჩემი აზრით და იმედია ამ შეფასებაში ყველა ვთანხმდებით. იყო კურსდამთავრებული საქართველოს, შეიძლება რეგიონისაც ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი, მე მგონი დიდი პატივია თქვენ და ჩვენ ბევრი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. ჩვენ გპირდებით ეს ზუსტად არ ვიცი და ქრონოლოგია, მაგრამ სადაც 95 გამოშვება არის აგრარული უნივერსიტეტის და მისი წინამორბედების. ფაქტიურად საუკუნეა თითქმის და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი კარიერის და თქვენი ცხოვრების განმავლობაში, რომელიც ხანგრძლივი და მრავალფეროვანი იქნება, თქვენ ყოველთვის გექნებათ საფუძველი, რომ იამაყოთ თქვენი ალმა მატერით, თქვენი უნივერსიტეტით, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. განსაკუთრებული თაობა ხართ, იმიტომ რომ თქვენ თაობას განსაკუთრებით ბაკალავრებს ძალიან ბევრი გამოწვევა ჰქონდათ. პირველ რიგში უნივერსიტეტი ძირითადად ასე ვთქვათ, კოვიდის პერიოდში დაიწყეთ ან მოგიწიათ კოვიდის პერიოდი, რამაც ცხადია. ვეცადეთ, რომ მინიმალური გავლენა ქონოდა, მაგრამ გავლენას მაინც მოახდენდა. სწავლის გარემოზე და იმ შედეგებზე, რომლებიც შეიძლება ყოფილიყო. შემდეგ უკვე ტრადიციულად ეს ცერემონია უნდა გამართულიყო დეკემბერში და დეკემბერში ქვეყანაში არსებული გარემოების გამო ჩვენ და თქვენ ერთად ჩავთვალეთ, რომ არ იყო სათანადო ატმოსფერო ასეთი ცერემონიის გასამართად, მაგრამ ეს დღეც დადგა და ძალიან კარგია, რომ ეს დარბაზი არის სავსე, კურსდამთავრებულებით, გულშემატკივრებით, ოჯახის წევრებით, ყველას გილოცავთ კიდევ ერთხელ და ჯერა, რომ ეს არ არის რაღაცის დასასრული. პირიქით, ეს არის რაღაცის დასაწყისი, რასაც თქვენ ძალიან წელგამართული
ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი ეგებებით და წარმატებას გისურვებთ აი ამ გრძელ ხანგრძლივ მრავალფეროვან და მნიშვნელოვან ასპარეზზე, რომელშიც თქვენ ახლა შედიხართ. იცით, რომ ტრადიციულად ცერემონიებს, ესეთ გამოსაშვებ ცერემონიებს ყავს მოწვეული სპიკერი. ძალიან რთულია ხოლმე და საპასუხისმგებლო შეარჩიო ეს ადამიანი. გარემოებებიდან გამომდინარე, ატმოსფეროდან გამომდინარე ქვეყანაში. წელს ჩვენ გვაქვს პატივი ჩვენი სპიკერი იყოს გამოჩენილი ქართველი მოღვაწე, ესე ვიტყოდი, ქალბატონი ლანა ღოღობერიძე. და ჩემი თვალსაჩინო ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასეთ ადამიანს მოემართა თქვენთვის, იმიტომ რომ მისი ცხოვრება იწყება, ასე ვთქვათ, რეპრესირებული ოჯახის შვილობიდან, შემდეგ წარმატებულ და გამოჩენილ კინორეჟისორზე და შემდეგ უკვე წარმატებულ და გამოჩენილ დიპლომატზე და ეს, ასე ვთქვათ, ეს საინტერესო მოგზაურობა და წარმატებები ჩემი აზრით ძალიან საინტერესო საფუძველს ქმნის იმისათვის, რომ მისი მიმართვა თქვენთვის, ასე ვთქვათ, კარგი შუქურა იყოს იმისათვის, როგორ შეიძლება მომავალში იმოღვაწეოთ და იცხოვროთ. ქალბატონ ლანა, გთხოვთ სცენაზე. მოგესალმებით. მინდა ჩემი პირველი გამცდა გაგიზიაროთ. ეს ისეთი მშვენიერია, იცით, ასეთი ცერემონიალი და როგორ გაცილებენ თქვენ ცხოვრების დიდ გზაზე გასავლელად. ამას იმიტომ ვამბობ, რომ არაფერი მსგავსი ჩემ ცხოვრებაში არ ყოფილა. იმიტომ რომ ცხოვრობდით მართლა რკინის ფარდის მიღმა. ესე იგი იმ სამყაროში, სადაც ყველაფერი მიმართული იყო პიროვნების დათრგუნვაზე. აი პიროვნება უნდა ყოფილიყო ან საერთოდ მომსპარი, ან დათრგუნული. და ამიტომ რაიმე მსგავსი, რომ ვინმეს რამე კარგი ესურვოს შენთვის ასე ცერემონიულად, თორემ პირად ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, ხდებოდა. არაფერი მსგავსი არ ყოფილა არასოდეს. მე დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაშინ ერთადერთი უნივერსიტეტი იყო საქართველოში. მე დავამთავრე მოსკოვის საერთაშორისო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი, ვგიკი და ყველგან ასე ვამთავრებდით და მივდიოდით ერთ სიტყვით გადაგვისროდნენ ამ ცხოვრებაში და ჩვენით უნდა გაგვეკლია გზა. ეს მართლა დიდი დღეა, იცით, აი მე ეხლა შემოგნატრით პირდაპირ თქვენ, რომ თქვენს წინ იშლება მართლა ცხოვრების დიდი შარაგზა. აი აქამდე ყველაფერი იყო სამზადისი თქვენთვის, ამ დიდ გზაზე გასასვლელად. და აი ახლა იწყება ის რაღაც. თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი, უმნიშვნელოვანესი არჩევანი თქვენ ცხოვრებაში. აი მე როგორ წარმოვიდგენია ეს, იცით, რომ ერთი გზა ძალიან იოლი, ნაფოტივით მიყვე დინებას. აი გადაგისროლა ცხოვრებამ სადღაც ამ დინებაში და მიყვები დინებას, არც დიდი ძალისხმევა ჭირდება ამას, არც დიდი ენერგიის დახარჯვა, არც ტვინის სხვათა შორის და ასე იცხოვრებ როგორღაც. მაგრამ არის მეორე გზა. ეს არის ის, რომ
შეეცადო ყოველ შემთხვევაში ხელში აიღო შენი ბედისწერა, შენი მომავალი და რაც მთავარია იგრძნო რომ ხარ პიროვნება, მოქალაქე, რომ შენზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული და ეს იმასაც ნიშნავს რომ არა ხარ მარტო, რომ ხარ დიდი ერთობის წევრი და ეს ერთობა ჩვენ საქართველოს მოქალაქეები. აი ასე იწყება საქართველოს კონსტიტუცია. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები. ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ისტორია გავალდებულებს ამას. მით უმეტეს თქვენ, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით. აი აქედანვე ჩნდება ცნება თაობებისა. იცით, აი ყველა თაობას ისტორია თვითონ აკისრებს თავის მოვალეობას. აი რა უნდა იტვირთოს, რა უნდა იკისროს, რა შეუძლია გააკეთოს თაობას. აი მე როცა ჩემ თაობაზე ვფიქრობ რეტროსპექტიულად, ხვდები რომ ჩვენ ერთადერთი რაც დაგვაკისრა ისტორიამ ეს იყო გაძლება, აი გაუსაძლისის გაძლება და პიროვნებად დარჩენა. აი გარწმუნებთ რომ ეს არ იყო ადვილი იმ დროში. აი იმ დროში, როდესაც აი იყავი ხალხის მტრის ოჯახის წევრი, თუ არ იყავი, შეიძლება პირიქით უარესი იყო რომ დამსმენის ოჯახის წევრი იყავი, ან იმისი მართლა ვინ ჯალათის ოჯახის წევრი. ეს ყველაფერი აი რაღაც სხვანაირი არსებობა იყო, იცით? არსებობა მართლა გადარჩენაზე. აი ეს მშვენიერი სიტყვებია მამარდაშვილის გაუსაძლისის გაძლებიდან იბადება ადამიანი. და მე მართლა მგონია რომ ჩვენ ამ გაუსაძლის გავუძელით. იმიტომ რომ პიროვნებებად დავრჩით. აი რაგინ საოცარიც არ უნდა იყოს ეს, მაგრამ დავრჩით პიროვნებებად. და რა გვევალებოდა მაშინ მართლა? აი აშკარა წინააღმდეგობა უბრალოდ შეუძლებელი იყო იმ საბჭოთა კავშირში, მაგრამ ფარული წინააღმდეგობა, სულიერი, ეს ნამდვილად არსებობდა და ჩვენ ამითი ვსულგმულობდით, იცით? აი ესე მე მახსოვს, აი მე და ჩემი მეგობრები ვიდექით ხოლმე ჯავახიშვილის ქუჩაზე, აი იმ სახლთან, სადაც მე ბოელის ფონდი იყო, თუ იცით თქვენ და ვიცოდეთ მე ბიძაჩემ ერთხელ მითხრა რომ აქ იყო გერმანიის საელჩო, მაშინ როდესაც საქართველო იყო დამოუკიდებელი ქვეყანა და აი ეს ოცნება, იცით, აი ეს ოცნება, აი იქ თითქოს რაღაცა ხილულ შინაარს იძენდა. აი ვიდექით ხოლმე იმ შენობასთან მე და ჩემი მეგობრები და ეს მეგობრები იყვნენ თქვენთვის ალბათ საკმაოდ ცნობილი ადამიანები, თამაშ ჩხენკელი, რეზო თაბუკაშვილი, რამაზ პატარიძე, რეზი თვარაძე, გურამ ასათიანი. ესე იგი, ის ადამიანები, ვინც მე მართლა დიდი წვლილი შეიტანეს ქართული კულტურის შექმნაში და ეს ბავშვები ვიდექით და უყურებით ამ შენობას, რომ აქ იყო გერმანიის საელჩო საქართველოში და ეს იყო ისეთი ოცნება მიუწვდომელი, მაგრამ ნამდვილი ისეთი ოცნება, რაც მართლა გვასულგუნებდა. მე მქონდა კიდევ რაღაცა პატარა ჩვენი აქტივობები, მაგალითად, ასე მოვიფიქრეთ და შევქმნით ჩვენი ჩუმად, რა თქმა უნდა, ესეთი ჟურნალი, რომელსაც ერქვა პატარა ეჟვანი. აი ისევ ის ადამიანები მონაწილეობდით ამ ჟურნალში და ასე ვამბობდით, რომ გამოვიდა დღეს, გამოვეცით მეორე ნომერი, ან მეხუთე ნომერი და გამოცემა ნიშნავდა, რომ რამაზ პატარიძე, ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი, თავისი მშვენიერი კალიგრაფიით წერდა და თვითონვე აფორმებდა ამას და ეს იყო გამოცემა ჟურნალის და იქ იბეჭდებოდა, როგორც ჩვენ ვამბობდით, იცით, რომ დაიბეჭდა, დაიბეჭდა, ძალიან გვიხაროდა, როცა ამას ვამბობდით და მაგალითად, აი მაგალითისთვის
ნევარჭრილობა იმ მიწისა, რომელსაც ქვია ღალატი შური და მდუმარე ჭაბუკთა ჟინი. ხო მე დამავწე მე თქვა რომ ამ ლექსს ეთქვა თავისუფლება და სიტყვა თავისუფლება და შენი ქვეყნის თავისუფლება ეს როგორი დანაშაული იყო, იცით რომ ეს რომ ვინმეს გაეგო რომ ჩვენ ფიქრობთ თავისუფლებაზე და თან საქართველოს თავისუფლებას, ნუ რცად გვიკრავდნენ ყველას თავს, ეს თავისთავად გასაგებია და ხო და ლექსი იყო ასეთი, მე ვარ ჭრილობა იმ მიწისა, რომელსაც ქვია ორივე მუხლზე დაჩოქილის შური და ბოღმა და შენ გეძახი რომ გულში მაქვს ჩამჯდარი ტყვია და ტყვია იგი უკანასკნელ ბრძოლიდან მომყვა შენში ამ ზერად სიამაყე უხედნელ კვიცის და მზედ სიუხვე დაგროვილი გლახაკთა მიერ შენ ჯერ არ ჩანხარ და მზესავით აღსდგები ვიცი შენ ჯერ არ ჩანხარ და გაღმერთებ ყველაზე ძლიერ და თუ ვარ წყული მიწისა რომელსაც ქვიან გლახაკთა შური და ჭაბუკთა უძირო ოხრა მე შენ გეძახი რადგან ვიცი ადრე თუ გვიან ყველაზე ძლიერ და სრულყოფილ სიცოცხლით მოხვალ. აი წარმოიდგინეთ. ali ვინმე რომ მომაშველოს ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები. ხო და არა რომ წარმოიდგინოთ ეს რა დრო იყო, იცით, აი ესე მომიტანა თამას ჩხენკელმა ეს ლექსი და მითხრა შეინახეო და მეც მართლა შევინახე რას ნიშნავდა, ჩემ რვეულებში დავმალე. რამდენიმე დღის მერე დიდი მადლობა. ბოდიში რამდენიმე დღის მერე ჩემთან ბავშვები იყვნენ. ჩვენ ვიყავით მაშინ და 16-15 წლისები ასე დაახლოებით და ბავშვები იყვნენ რაღაცას ვიცინოდით ვერთოთ შემოვიდა თამაზი და დავინახე რაღაც გაფითრებულია მოვიდა ესე გვერდით დამიდგა და მითხრა დაწვი ესე არც თქვა ხმამაღლა მაგრამ მივხვდი რაც მეუბნება მივედი ამოვიღე ეს ფურცი მაშინ მე მივხვდი რაც მეუბნება და გავედით ჩემი სახლის ესე სადარბაზოში ცალკე ესეთი რაღაც სადარბაზო ქონდა და აი ეს წაუკიდეთ ცეცხლი ამ ფურცელს და აი მე უყურებდი და აი მახსოვს როგორ იწოდა ეს თავისუფლება ესე დავწვით ჩვენი ხელით ეს თავისუფლება სხვათა შორის მე გავიგე რომ ეს გავრცელებული იყო თურმე საბჭოთა კავშირში ეს რიტუალი ანა ახმატოვასთან მისი მეგობარი ჩუკოვსკაია მიდიოდა იმახსოვრებდა ლექსებს ახმატოვასი და მე ამ ლექსებს წვავდნენ და მეც ასე დამამახსოვრდა ეს თამაზის ლექსი და აი მე გაცოცხლდა ეს უკვე მართლა თავისუფალ საქართველოში ერთ სიტყვით აი ასეთი ცხოვრება ქონდა და აი ეს მისია ჩვენ აი გაუსაძლისის გაძლების მისია მე მართლა მგონია რომ შევასრულეთ და ასე ჩვენი წვლილით შევიტანეთ იმ ქვეყნის მოსპობაში განადგურებაში მე დადგა კიდევ ერთი მისია რომელიც დაეკისრა კონკრეტულად ჩემ თაობას და პირადად მე ეს იყო აი იმის მერე დამოუკიდებლობის მოპოვების მერე არაჯერ იყო 9 აპრილი აი ესეც ჩვენი მისია იყო რომ აი მე და ჩემი შვილი ვიყავით 9 აპრილს აი დავინახეთ როგორ მოდიოდნენ ტანკები ჩვენზე და როგორ არ მივდიოდით და მაინც იქ ვიდექით მერე იყო აი კომისია რომლის მონაწილე ვიყავი მე და უნდა დაგვემტკიცებია მთელი ქვეყნისთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვისაც რომ ეს არ იყო ჭყლეტა რომ ქართველებმა კი არ მოკლეს ქართველები არამედ ეს იყო ეს ორგანიზებული ხოცვა ჟლეტა რომელიც მოახდინა საბჭოთა ხელისუფლებამ და ამის მერე დადგა კიდევ ერთი ძალიან დიდი ეტაპი ეს იყო აი იმის მიღწევისა რომ საქართველო აღარ ყოფილიყო მარტო
ეს უდიდესი მნიშვნელობის აქტი იყო, იცით, იმიტომ რომ მთელი ისტორიის მანძილზე საქართველო იყო განწირული მარტოობისთვის. ეს პატარა უნათესაო ქვეყანა, აი წარმოიდგინეთ, რომ მთელ სამყაროში არავინ არ არის, ვისაც ის კი არა რომ ჩვენი ენა ესმოდეს, არამედ რაიმე ნათესაური კავშირი ქონდეს ჩვენთან. აი ასე ვიყავით სულ მარტო პატარა ერი განწირული იმისათვის, რომ დიდი ერები, დიდი აგრესიული იმპერიები სულ გვესხმოდნენ თავს და მხოლოდ დამოუკიდებლობის მოპოვების მერე გაგვიჩნდა აი ეს მართლა დიდი შანსი გამხდარიყავით დიდი ერთობის წევრი, ევროპული ერთობის წევრი. ეს საოცარი მისია იყო მართლა, იცით, ეს აღარ იყო ინსტინქტური ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის, არამედ გააზრებული, მართლა გააზრებული ბრძოლა. აი მე ვიყავი ასე მოხდა, რომ პარლამენტის წევრი და თან ევროპის საბჭოში, რომელიც სტუმრად იყო მოწვეული ევროპის საბჭოში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი. აი მე მინდა ის მომენტი გაგიზიაროთ, როდესაც აი ზურა ჟვანიასთან ერთად, რომელიც მაშინ იყო პარლამენტის თავმჯდომარე, ჩვენ ვიყავით ერთად და ვემზადებოდით მეორე დღეს უნდა ყოფილიყო კენჭისყრა, მიგვიღებენ თუ არა ევროპის საბჭოში. და ესე ვიჯექით, იცით, ზურა ჟვანიას სხვათა შორის უნდა იცოდე, რომ საოცარი პიროვნება იყო. მე საერთოდ ღრმად მჯერა, რომ ის რომ არ გარდაცვლილიყო იმ გაუგებარ გარეუბნებში, საქართველოს ისტორია სხვანაირი იქნებოდა დღეს. მე ეს ჩემი პირადი დამოკიდებულება მისადმი. ხო და თან იცით რა, როცა პირველად ზურა მოვიდა ჩემთან, როცა გავიცან ის და აღმოვაჩინე, რომ არის 26 წლის, პირდაპირ აღშფოთდი, რომ ამ პატარა ბიჭთან როგორ უნდა ვიმეგობროთ, არა და უკვე ვიყავით ძალიან მაგრად დამეგობრებულები. ხო და აი ამ ზურასთან ერთად ვიჯექით და იმან გამიზიარა რა უნდა ეთქვა მეორე დღეს. და მეც უნდა გამოცულიყავი სიტყვი და ორივემ ჩვენი სიტყვები გაუზიარეთ ერთმანეთს, მაგრამ ჟურას ჰქონდა ესეთი პოლიტიკური ეშმაკობა შეიძლება ამას დავარქვათ, არ მითხრა ის მთავარი წინადადება, რომელიც უნდა ეთქვა. ის დამიმალდა, ყველაფერი სხვა გამიზიარა და მე უცებ მე ვზივარ და მესმის, უცებ ქართულად მე ვარ ქართველი და მაშასა და მე ვარ ევროპელი. ისეთი ჩემთვისაც კი ისეთი მოულოდნელი იყო, რომ პირდაპირ შოკის მომგვრელიც კი იყო და მე თქვა ინგლისურად I am Georgian and therefore I am European. ესაც მართლა და ისე აღიქვა მართლა ეს სიტყვები მთელმა დარბაზმა და მარტო მაშინ კი არა, აი ეხლა 2 წლის წინ მიწვეული ვიყავი ევროსაბჭოში დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე, იქ მოხსენება უნდა გამეკეთებინა და მაშინ ვნახე ჩემი თვალით ეს სიტყვები ამოტვიფრული ევროპის საბჭოს ფასადის წინ. აი პირდაპირ არის ქართულადაც და ინგლისურადაც. წარმოიდგინეთ, ეს სიტყვები დარჩა კაცობრიობის ისტორიაში, მარტო ჩვენი ქვეყნის კი არა, მართლა ევროპის ისტორიაში ნამდვილად დარჩა. ერთი სიტყვით ეს გზაც გავიარეთ და ეხლა მძიმე დღეები გვიდგას ნამდვილად, მაგრამ აი თქვენი იმედი მაქვს, მართლა სერიოზულად გეუბნებით, იმიტომ კი არა რომ დღეს ვარ აქ, აი თქვენი და თქვენი თაობების იმედი, თქვენს ხელთ არის დღეს, თქვენ ძალიან დიდი მისია დაგაკისრათ ისტორიამ, ძალიან დიდი მისია. ეს არის მართლა რეალურად ახალი საქართველოს შექმნა. ის საქართველო აი დღეს ჩვენ თვალწინ იბადება, ის იბადება იქ რუსთაველზე ყოველ საღამოს, როდესაც იკეტება რუსთაველი, ის იბადება ყველა იმ მარშებზე, აი მარშების წიაღში, პერფორმანსების წიაღში, ის იბადება იქ აი იმ ბიჭების წიაღში, რომლებიც გამოკეტილი არიან, არ ვიცით რისთვის
ციხეებში, ის იბადება მათი მშობლების გამოსვლებში. საოცარი ხალხია, იცით, მართლა საოცარი ხალხი აღმოვაჩინებენ პირადად ჩვენს გარშემო და რაც მთავარია, ის იბადება იმ სოლიდარობაში, რომელიც ჩვენს თვალწინ ასე თვალნათლივ გაჩნდა. მე არ მოველოდი ამას, იცით, არ მოველოდი, რომ თურმე ასეთი სოლიდარულია ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ქვეყანა, ყოველი ჩვენი პიროვნება. აი ეს უნდა განავითაროთ თქვენ. სხვათა შორის ეს მე ძალიან მომწონს ეს ანთროპოლოგმა, ცნობილმა ამერიკელმა ანთროპოლოგმა ელისაბედ მიდმა აღმოაჩინა ეს, რომ აი როდის გაჩნდა ცივილიზაცია, რომ ცივილიზაცია იმ გამოქვაბულში გაჩნდა, სადაც პირველად ადამიანმა გაიტეხა ბარძაყის ძვალი და ის შეხორცდა. როცა ეს აღმოაჩინეს დღევანდელ დღეს, კაცობრიობა მიხვდა, რომ ეს იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ ერთი ადამიანი დაეხმარა მეორეს. აი როცა გაჩნდა ემპათია, თანაგრძნობა, აი ეს ის არის, რითიც სულდგმულობს კაცო. მე პირადად მგონია, რომ ისტორიის ნამდვილი არსი და შინაარსი ეს არის. ეს არის კაცობრიობის გადარჩენა. და აი იცით რა, აი ესეთი მამარდაშვილის სიტყვები მახსენდება, თუ შენ ფიქრობ, რომ ქრისტეს აგონია ერთხელ იყო და გათავდა, შენ მკვდარი ხარ. მაგრამ თუ შენ გრძნობ და იცი, რომ ეს აგონია ყოველ წუთას ხდება, აი აქ შენს თვალწინ, მაშინ ცოცხალი ხარ. მიენდე მას, ამ გრძნობას, მიეხმარე ამ ადამიანს, გაიზიარე მისი ტკივილი და იმოქმედე ახლა და აქ. აი ეს უნდა გააკეთოთ თქვენ, იცით? მართლა უნდა იმოქმედოთ ახლა, აქ, უნდა გაიზიაროთ სხვისი ტკივილი, სხვათვის ეს ადვილი არ არის, ეს მძიმე ტვირთია, მაგრამ უნდა იტვირთოთ ეს ტვირთი და თუ აი ასე ამ იდეით შთაგონებულები იმოქმედებთ, მე მექნება იმედი, რომ 100 წლის რომ გავხდები, რამდენიმე წელიწადში, მეც ვიცხოვრებ თავისუფალ დემოკრატიულ ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებულ მშვენიერ საქართველოში. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ესე იგი ამ საღამოს აღსანიშნავად, როგორც უნივერსიტეტს არაფერი არ გვაქვს პროდუქცია, რომელიც შეგვიძლია სპიკერს მივართვათ, გარდა იმ პროდუქციისა, რომელსაც ჩვენ ასე ვთქვათ, წარმოვქმნით, წიგნებს, ერთ-ერთი წიგნი არის ბატონი კახას ცხოვრებაზე, გზა თავისუფლებისკენ და მგონია, რომ სწორად შეესაბამება იმ სულისკვეთებას, რაც ქალბატონ ლანამ აქ ასე ვთქვათ, თქვენს წინაშე შექმნა. ძალიან დიდი მადლობა. არ არის უმნიშვნელო ფაქტი, რომ ამ შენობის არქიტექტორი არის ქალბატონი ლანას მეუღლე, ბატონი ლადო ალექსი-მესხიშვილი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არქიტექტორი თანამედროვე ეპოქაში და რომელსაც ჩვენ ამის აღსანიშნავად მემორიალი შევუქმნით წელს. ძალიან დიდი მადლობა ყველაფერთვის. გადავდივართ დიპლომების გადაცემის ცერემონიაზე.
პირველად დიპლომებს გადავცემთ დოქტორებს და შემდეგ უკვე საბაკალავრო სკოლას მივცემთ დიპლომებს. ბატონო, გთხოვთ სცენაზე და დავიწყებთ დოქტორების გამოცხადებას. მოგზანდით. ნოდარ დუმბაძე. ემელიანე კილაძე. ქრისტინე მუსელიანი. თინათინ ქაჩლიშვილი. დიდი მადლობა. დიპლომებს გადავცემთ აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის ბაკალავრეთის კურსდამთავრებულებს, მანამდე სცენაზე ვთხოვ სკოლის დეკანს თეო ურუშაძეს. მოგესალმებით ყველას. გილოცავთ დღევანდელ დღეს. ორ გილოცავთ შორის ძალიან მალე გაირბინა დრომ, როცა გითხარით გილოცავთ თქვენ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები ხართ. ეს დრო ძალიან სწრაფად გადის. მე მინდა მადლობა გითხრათ ყველა დღისთვის და ყველა საათისთვის, რაც ჩვენ ერთად გავატარეთ. ეს იყო ჩემთვის პირადად უდიდესი სიამოვნება. მადლობა თქვენ მშობლებს, ჩვენს პედაგოგებს, ჩვენს ადმინისტრაციას და ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ საქმეში. თავის დროზე თქვენ როცა მობრძანდით, გითხარით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ სიყვარულის სახლში. მე ესე ვეძახი ამ უნივერსიტეტს, იმიტომ რომ მე მიყვარს აქ ყველა აგური, ყველა კენჭი. დარწმუნებული ვარ, ეს სიყვარული გაგიზიარეთ თქვენც და ამ სიყვარულს წაიღებთ ჩვენგან და კიდე ბევრ მრავალ ადამიანს გაუზიარებთ. როგორც სახლში თქვენ ყოველთვის გელოდებიან აქ, მე დარწმუნებული ვარ, ყოველთვის გექნება დიდი სურვილი მოხვიდეთ თქვენს უნივერსიტეტში, მოესიყვარულოთ თქვენს პედაგოგებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც თქვენ აქ გელოდებათ. გული და სული წარმატებები თითოეულ თქვენთანგანს. აბა წარმატებები. მადლობა. მაშასე. ნინო გორგაძე. ნინო არის პროგრამის Top GPA. გიორგი გორგიანი. ლიკა კევლიშვილი. ანა კუტუბიძე. დავით მერებაშვილი. ლუკა მოლაშხია.
ნია სულაძე, ბექა ფანგიანი, გიორგი ჩავლეიშვილი, ესო ჩანქსელიანი, ჯემალ ჩიტაძე, თამთა ჭეჟია, იოანე ივახვიჩია, დიდი მადლობა. დიპლომებს გადავცემთ საბურემის պետყოლო მეცნიერებისა და ბიოტექნოლოგიის სკოლის კურსდამთავრებულებს, სკოლის დეკანს ბატონ ელიზბარ ელიზბარაშვილს თხოვთ სცენაზე. მეც გილოცავთ ყველას თქვენთაგანს, აი ამ თქვენი ცხოვრების ეტაპზე ახალი დროის დაწყებას, ახალი წელთაღრიცხვის დაწყებას. ვერ ვიფიქრე თუ რა შეიძლება და მეთქვა. და მინდა ერთი ძალიან ცნობილი მეცნიერის პედერსენის ისტორია მოგიყვეთ. ეს იყო ადამიანი, რომელმაც ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობის დროს ევალებოდა რაღაც პოლიმერის მიღება. სხვების ბევრნი აკეთებდნენ ამ ნაერთს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ აი ამ ნაერთის მიღების დროს სულ რაღაც 4% რაღაც ძალიან სხვა ტიპის ნაერთების მიღებასაც ჰქონდა ადგილი. ვისაც ქიმიასთან ქონია შეხება, იცის 4%-ს არავინ არ აქცევს ყურადღებას. მან მიაქცია მას ყურადღება. და მოითხოვა მისი შესწავლა, მაგრამ ყველაზე ყოველთვის უარი უთხრეს. არც ერთი გრანტი არ მეუღია ცხოვრებაში. ძალიან ბევრი წელი დაჭირდა, ბევრი სამსახური შეცვლა და რაღაცნაირად, რაღაც მაქინაციებით მიაღწია ბოლოს შედეგს და მან ახალი კლასი შექმნა ნაერთების. ამ აღმოჩენამ მას ნობელის პრემია მოუტანა, ჩვენ ძალიან ბევრი ტექნოლოგიური პროგრესი, მათ შორის ლითიუმის იონის ბატარეები, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ტექნიკაც, ავტოინდუსტრიაც, მაგრამ ამ აღმოჩენას კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ფილოსოფიური კონტექსტი აქვს. ეს შედეგი დადგა მას შემდეგ, როდესაც ამ აღმოჩენის შედეგად, აი ამ ნაერთის მედიაციის საშუალებით შესაძლებელი გახდა იმ დიდი სტერეოტიპის, საუკუნოვანი სტერეოტიპის დანგრევა, რომლის თანახმადაც ერთმანეთის მიმართ გაუცხოებული არაორგანული და ორგანული ნაერთები ერთმანეთს შეიძლება გახსნილიყო და არა მარტო ერთ სისტემაში მოახვედრა, არამედ ერთი მიზნისაკენ მიმართა. აი მე მინდა თქვენ თითოეულ თქვენთაგანს გისურვოთ, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის იპოვეთ ასეთი ნაერთი. მაკრონაწილაკები, მიკრონაწილაკები და სოციალური გარემო ჩვენს ყველანი ერთ ფუნდამენტურ ბუნებისმეტყველების კანონებს ემორჩილებით. იპოვეთ ასეთი რაღაც მეთოდი და ჩვენ ავაშენებთ მართლა სახელოვან საქართველოს. ქვეყანას და სახელოვნებას გავიზარდეთ. მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა. პირველი დიპლომებს გადავცემთ მევენახეობა მეღვინეობის საბაკალავრო სკოლის კურსდამთავრებულებს. ანა გოდაბრილიძესაც ვთხოვთ სცენაზე ფოტოსთვის. ანა გთხოვთ და შემდეგ გადავცემთ უკვე დიპლომებს კურსდამთავრებულებს. ირაკლი აბუსერიძე.
თეკლა არაბული. მერა ბერიძე. ლიკა ბოჭორიშვილი. გიორგი ბუხრაშვილი. მარიამ გაფრინდაშვილი. სესტი გოგიძე. ნიკოლოზ გძელიშვილი. ანა დევიძე. თამაზ დუმბაძე. თინათინუ აშაკიძე. გიორგი ზირაქიშვილი. ანა იმნაძე. დავით კოპალეიშვილი. ნიცა კუპრაძე. გიორგი ლატარია. გვანცა მასურაშვილი. მარია მოლაშხია. გურამ ნინიკელაშვილი. ფოტოგრაფს რაღაც არ მოიწონა.
ელენე უჩენეიშვილი, ქეთევან ქადაგიძე, ლუკა ჩიხრაძე, გიორგი ხალვაში, ჩინათინ ჯიბლაძე, ნანი ჯომარჯიძე, ანა მადლობა. დიპლომებს გადავცემთ სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს. ჟუჟა გთხოვ ფოტოსესიის ადგილზე და ვაგრძელებთ. გიორგი ბარისაშვილი, გიორგი ბენდელიანი, ლუკა კილასონია, თეკლა ლუხუტაშვილი, გიორგი ნაფეტვარიძე, ქეთევან თევხიშვილი, სალომე ჩერქეზიშვილი, გვანცა წამალაშვილი, ჟუჟა მადლობა. დიპლომებს გადავცემთ ქიმიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს. რეიზო კორაშვილს ხო სცენაზე ფოტოსთვის თუ შეიძლება?
ვაგრძელებთ ელენე ბერიძე. ლიკა კოპლატაძე. მარიამ ნავროზაშვილი. ანანო ნატროშვილი. სოფიო ჟივიძე. რუსუდან სულაბერიძე. ნაზი ტყეშელაშვილი. ელიზაბეთ შახნაზაროვი. ელიზაბეთი არის top GPA. ლუცა შერმადინი. ქრისტინე ჯაფოშვილი. რეზო მადლობა. დიპლომებს გადავცემთ ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს. ანასტასია ავალიშვილი. დიანა აკოფიანი. დიანა არის პროგრამის top GPA. მარიამ ბენაშვილი. ანა გამყრელიძე. ნინო გოქაძე. ნინო გუნია. ნინო კვაჭანტირაძე. კოკი კვიჟინაძე.
თეკლე რეხვიაშვილი. მარიამ სხვიდარიძე. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო ელიზბარ. დიპლომებს გადავცემთ ვეტერინარის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს. სცენაზე ვთხოვ ბესო ლაზარეიშვილს. ყველას მოგესალმებით. ეს დღე არა მარტო თქვენთვის არის ამაღელვებელი, არამედ ჩვენთვისაც. ბედნიერი იყო ის წლები, რომელიც თქვენთან ერთად გავატარეთ. ნერვიულობთ იმიტომ, რომ არ გვექნება მომავალ წლებში ინტენსიური შეხების შესაძლებლობა. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს თქვენს აღმზრდელებს, უნივერსიტეტში, თქვენს ლექტორებს, რომ წინვალე, წარმატებული, ბედნიერი მომავალი გქონდეთ. ისეთი მომავალი, რომლითაც ჩვენ ვიამაყებთ. მე ძალიან ვღელავ ყოველთვის ამ დღეს, განსაკუთრებულად მიჭირს ემოციების გაკონტროლება, ამიტომაც აზრები რო არ გამეფანტოს თქვენს ნებართვით, ჩემს ესე ვთქვათ, გულთბილ რჩევებს წავიკითხავ. მინდა გისურვოთ, რომ ყოველთვის საკუთარი თავისთვის მაღალი სტანდარტები გქონდეთ, შეედაროთ მხოლოდ საკუთარ თავს. მიზანი უნდა იყოს არა ის, რომ ყველა სჯობდე, არამედ გახდე უკეთესი, ვიდრე იყავი. წისვლის საიდუმლო არის რაღაც საქმის წამოწყება. ბედი თავისით არ გესტუმრებათ, თავად უნდა მიაკითხოთ მას. მომავალი არის მისი, ვინც მომავლისთვის სწორედ დღეს ემზადება. ყველა დიადი საქმე მცირედით იწყება, ყველა ჩვევა ერთი პატარა გადაწყვეტილების დანერგვით ყალიბდება. და თუ ყოველთვის სრულყოფილებას ესწრაფი, ვერაფერს ვერ შექმნი. სრულყოფილს გაკეთებული სჯობია. როცა ფიქრობ, რაღაც არ გამოგივა და ხშირად ფიქრობთ, აუცილებლად წინა წარმატებები გაიხსენეთ. იმარჯვებს ის, ვინც ფიქრობს, რომ გამარჯვება შეუძლია. ყველაფერი შეუძლებელი გეჩვენება, სანამ გამოვა. იმისთვის, რომ გაიმარჯვო, წაგების რისკზე უნდა წახვიდეთ. ნუ შეგაშინებთ მარცხი. წარუმატებლობის დიდი ნაწილი მასზე მოდის, ვინც ვერ მიხვდა, რამდენად ახლოს იყო წარმატებასთან და დანებდნენ. მარცხები მაშინ, როცა ფარხმალს ყრი. თუმცა გახსოვდეთ, რომ მარცხი გამარჯვების მოპოვების შემოვლითი გზაა და არა ჩიხი. ძალიან მნიშვნელოვანია გვერდზე ვინ გეყოლებათ, იმიტომ რომ წარმატებას ადამიანები ინდივიდუალურად ცალკე ვერ აღწევენ. ამიტომ გვერდით გჭირდება არა საუკეთესო ადამიანი, არამედ სწორი ადამიანები. იმეგობრეთ მათთან, ვინც გაგამხნევებთ, ვისაც თქვენ შესაძლებლობების ჯერა და ხშირად გეტყვით სიტყვებს. დიახ, შენ ამას შესძლებ. თავის შორს დაიჭირე მათგან, ვინც ხშირად შენი ამბიციების შეკვეცას ცდილობს. კარგად მოეპყარით ადამიანებს თქვენი კარიერული აღმასვლის გზაზე, რადგან უკუსვლისას მათ აუცილებლად გადაეყრებით. თბილი სიტყვა, ღიმილი, ძვირი არ ღირს, მაგრამ ბევრის გაკეთება შეუძლია, ბევრის მიღწევა შეძლებთ. სანამ გაბრაზდები და რამე სიტყვი 10-მდე დაითვალეთ. თუ ძალიან გაბრაზებული ხართ, 100-მდე დაითვალეთ. ყოველთვის იყავით თანმიმდევრულები. ერთ მიზანთან მისვლა მეორე მიზნის ათვლის წერტილია. ნუ ეცდებით ყველაფრის ერთად გაკეთებას და ბოლოს ისწავლეთ მოსმენა, ყურადღებით და ნუ იჩქარებთ პასუხის გაცემას. ერთი სიცოცხლე გაქვთ, წარმატება ყველაფერი არ არის, კარიერა არ არის მთავარი ცხოვრებაში. ცხოვრება გაატარეთ მათთან, ვინც გიყვართ
და იმ საქმის კეთებაში, რაც სიამოვნებას, სიხარულს განიჭებთ. ცხოვრებაში ყველაზე მთავარია დატკბე ცხოვრებით და იყო ბედნიერი. სხვა ყველაფერი არის მეორე ხარისხოვანი. კიდევ ერთხელ მოგილოცავ დიდი სითბოთი, ემოციები და სიყვარული. გაგიმაგრებთ. ვაგრძელებთ დიპლომების გადაცემას. მას ასე. ნია გაჩეჩილაძე არის ვეტერინარების top GPA. ლიზა დურგლიშვილი გარეჯან თორია სიათორია ხატია მოწყობილი ანა კუმსიშვილი ელენე ცხვარაძე დიდი მადლობა, ბესო მადლობა. დიპლომებს გადავცემთ ინჟინერიის სკოლის კურსდამთავრებულებს. სცენაზე ვთხოვ დეკანს ბატონ ზაზა მეტრეულს. მოგესალმებით ყველას. გილოცავთ დღევანდელ დღეს. პირველ რიგში კურსდამთავრებულებს, ოჯახის წევრებს, პროფესორ მასწავლებლებს, დირექციას, ადმინისტრაციას. მინდა იცოდეთ, რომ დღევანდელი დღე ჩვენთვისაც ისევე სასიხარულო და მნიშვნელოვანია, როგორც თქვენთვის. რადგან თქვენ შრომასთან ერთად ჩვენი შრომის წილიც არის და შედეგს ხედავთ, ასე რომ ასეა დამიჯერეთ. ძალიან მინდა რომ წარმატებულები იყოთ მომავალში. ქალბატონმა ლანამ გითხრათ რომ მე მჯერაო თქვენიო. დიახ, მეც მჯერა, ჩვენ ყველას გვჯერა და ეჭვი არ მეპარება რომ ეს ესე იქნება. პირველ რიგში თქვენი ოჯახის კეთილდღეობისთვის, ქვეყნის კეთილდღეობისთვის. თუ კი ვინმე ბაკალავრიატ დამთავრებული გადაწყვეტ მაგისტრატურაში ჩვენთან სწავლის გაგრძელებას, ჩვენ მზად ვართ გემსახუროთ თქვენი ცოდნის გასაღრმავებლად. ეს მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის. ერთ სიტყვით წარმატება და აბა თქვენიცით. გილოცავთ კიდევ ერთხელ. ბატონ კაკო ფაღაოსაც ვთხოვ სცენაზე, პროგრამის ხელმძღვანელს, რომ ფოტოსესიის ადგილზე მოეწყოს. ვიწყებთ ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის კურსდამთავრებულებით. ვანო ლიპარტაშვილი.
ვაჟა ფურცელაძე, ნიკა ფუტკარაძე, ნიკა არის პროგრამის Top GPA. ლიზი შავაძე, სოფიო ჩოხელი, გიორგი ჯღარკავა, ბატონო კაკო, მადლობა, დიპლომებს გადავცეთ მშენებლებს და დაჩი ჯუგაშვილს თხოვ სცენაზე ფოტოსესიის წერტილთან. გიორგი ზოიძე, გიორგი არის პროგრამის Top GPA. ლუკა მექვაბიშვილი, დიდი მადლობა ბატონებო. დიპლომებს გადავცეთ ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს. სცენაზე გიგა ბედინეიშვილს თხოვთ. გილოცავთ ყველას ნამდვილად საამაყო დღეა, საამაყო ბევრი გაქვთ. იმსახურებთ იმას, რაც დღეს ვზეიმობთ. იქ რაღაცას მაჩვენებენ, არის რა არის, მაგრამ ამას უნდა შევხედო იქ, საოცრად ისეთ შთამაგონებელი სიტყვა გითხრა ქალბატონ ლანამ და ძალიან ბევრი გაკვეთილი იყო ამ სიტყვაში. მაგისთვის უპირველეს მადლობა ქალბატონ ლანას, მე მივაჩნია რომ ერთ-ერთი ყველაზე უფრო საინტერესო შთამაგონებელი სიტყვა იყო და ბევრი გაკვეთილი იყო ამ სიტყვაში და მე ესე გავიგე რომ არაფრის არ უნდა შეგეშინდეთ. დავარია რომ გაბედულად სიმამაცით შეუდგეთ თქვენ გეგმებს. იმიტომ რომ ბევრი წყაროა საიდანაც შიში მოდის ხოლმე, ბევრი ეცდება თქვენ შეშინებას, როგორც ქალბატონ ლანა გითხრა, ჩვენ ახალგაზრდობაში მთელი სახელმწიფო იყო დარაზმული, რომ ჩვენ შევეშინებინეთ, დღესაც არის რაღაც მაგის ნიშნები, როგორც ხედავთ. არაფრის არ უნდა შეგეშინდეთ. ყველაფრით აღჭურვილი ხართ, რომ გაუმკლავდეთ ყველაფერს. ვიცი რომ ადვილი არ არის ამ დროს კარიერის დაწყება, ძალიან სწრაფად იცვლება ყველაფერი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ რაც შეგპირდით, ის მეტნაკლებად მოგეცით. ხართ კარგად აღჭურვილები, უნივერსალურები, ადაპტაციის მაგარი უნარით და სწრაფად ცვლად გარემოშიც მშვენივრად იქნებით წარმატებულები. ასე რომ თქვენიცით წარმატებები შევხვდებით აუცილებლად იმედია. გიგა, ვაგრძელებ დიპლომების გადაცემას. ლილე ბეჟუაშვილი. ბოდიში მაპატიეთ. ერთ სკოლას გადავახტი, უკაცრავად თავიდან ეს ამოჭერით. ბეკაური. მარიამ გელაშვილი.
მილენა გეორგიევა ნინო გიგუაშვილი ნატალი დანელია მარიამ დოინჯაშვილი ნიკოლოზ ედიბერიძე ნიკოლოზ ზაქარაძე ნია თედელური გიორგი იშხნელი ნუცა კვესელავა ანიკი კუტაძე ია მამადაშვილი მე მგონი ფოტოგრაფს რაღაც არ მოეწონა. ива მეზურნიშვილი სოფიკო ნარიმანიძე ნინო ნაყეული ქეთევან ნოდია საბარო ბაქიძე მათე სამხარაძე აკაკი სიჭინავა ნინო სირტლაძე ნიკოლოზ ფარნიშვილი მიხეილ ფოცხვერაშვილი მიხეილი არის ტოპ-ჯიპიელი სანდრო შარაშენიძე ანა ჩიკვატია
ლაშა ჩილინგარაშვილი, ლიზი ჩამახიძე, ელისაბედ ჭეიშვილი, ანი ხომერიკი, ნინო ჯიშიაშვილი, მადლობა დიპლომებს გადავცემთ თავისუფალი მეცნიერებების პროგრამის კურსდამთავრებულებს. ბატონ ლევანი არის ბაში? ბატონ ლევა გთხოვთ სცენაზე. თავისუფალი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ბატონი ლევან ტატიშვილი. გილოცავთ ყველას ამ დღეს არა მარტო ჩვენ კურსდამთავრებულებს, არამედ სხვა პროგრამების კურსდამთავრებულებსაც, პედაგოგებსაც. გილოცავთ დიდი იმედებით, სურვილებით და კიდევ მეტად ალბათ უფრო შიშით. ხა კი არ უნდა გვეშინოდეს, მაგრამ რა ვქნა, მეშინია. ისე მეშინოდა რომ აი მაგდა კიდაღამ გამოუშვი ჩვენ მაგივრად, მაგრამ მეგონი მასაც ეშინია და ვერ აიღო თავის თავზე ესეთი დიდი ტვირთი, მძიმე ტვირთი. გასაგებია რომ სწავლის პროცესი არის საკმაოდ რთული, მტკივნეული. სულ მეგონა რომ დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ აღმოჩნდა რომ პასუხისმგებლობაც ვერ არის, იმიტომ რომ პასუხისმგებლობას როცა იღებ, იცი ყოველ შემთხვევაში დაახლოებით მაინც რაზე იღებ და რა უნდა გამოვიდეს. აქ ესეც არ არის. იმიტომ რომ ძალიან ცოტა რამ არის ჩვენი, ყოველთვის ჩემი როგორც პედაგოგის ხელთ. ერთადერთი რაც შემიძლია და რისი დიდი სურვილი მაქვს, უთხრა ჩემ სტუდენტებს, რომ მე აღარაფერში არ გჭირდებით და რამდენჯერმე მithქვამს კიდევაც, სამწუხაროდ ბევრჯერ ვერ მithქვამს ეს, მაგრამ ცოტაჯერაც საკმარისია. და რაღა დაგვრჩენია, რომ თქვენ იმედად ვიყოთ, რომ აღმოჩნდეს ეს ჩვენი შიში სულიად ამაო და პირიქით უფრო გაგვიხარდეს და ვიდრე ესე შიშის ამარად დარჩეთ, ან კიდევ უფრო ვარესი გავწყვეტეთ. მაგრამ ეს მხოლოდ თქვენ ხელთ არის. ახლა ცოტა პესიმისტურად კი გამომივიდა, მაგრამ ჯობს პესიმისტურად, ვიდრე უსაფუძვლოდ და ოპტიმისტურად. ჩვენი ასე ვთქვათ, არა ოფიციალური მოტო, იციან ბავშვებმა, ეს ალქიმიური მოტოა, solve et coagul, ანუ ალქიმიური ტრანსმუტაცია. მაგრამ როგორც ხედავ, ეს მაინც და მაინც ალბათ თად ისე ვერ გამოგვდის, როგორც საჭიროა, მაგრამ ამ ბოლო ხანებში დავწმუნდი, რომ ხანდახან ზოგჯერ ეს ალქიმიური ტრანსმუტაციაც გამოგვდის ხოლმე, აი ერთ-ერთი დასტური ეს კურსიც არის და ამ ხრივ ძალიან მიხარია და იმედია, ეს სიხარული გაწმილებით არ შეიცვლება და პირიქით. კიდევ უფრო მეტად გამიხარდება ისე რომ არც კი ველი. ლილე ბეჟუაშვილი. ლილე ერთადერთია, ვინც დღეს ორჯერ გამოაცხადა.
ნინა გიორგობიანი. თამუნა კოჩალიძე. ანა მამაიაშვილი. ერეკლე მუსერიძე. ვაიმე, ძალიან დიდი ბოდიში. თეკლე მუსერიძე. თეკლე არის პროგრამის top GPA. სალომე ნაჭყებია. ლიზი ტალახაძე. გვანცა ყვავილაშვილი. ელენე შარაშიძე. დიდი მადლობა. დიპლომებს გადავცემთ საბუნებისმეტყველო ყოლა მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს. ნინა კულიკოვას თხოვს სცენაზე ფლორის დარდაში. გიორგი ფხაკაძე. ნინა მადლობა. დიპლომებს გადავცემთ აგრონომიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს და თეო რუშაძეს თხოვს სცენაზე. ალეკო აბალაკი. გიორგი დავლიანიძე. გიორგი არის პროგრამის top GPA. მარიამ ტატიშვილი. მარიამ თევხიშვილი. ნიკა შანშიაშვილი. თეო მადლობა.
სასურსათო ტექნოლოგიის მაგისტრებს გადავცემთ დიპლომებს. სცენაზე ვთხოვ ჟუჟა ხაჭაპურიძეს და ელიზბარ ილიზბარაშვილს თუ შეიძლება. მარიამ თარიმანიშვილი. იათან ავერიანი. მადონა სულავა. ნინო ტოკლიკიშვილი. ნინო არის პროგრამის Top GPA. დიპლომებს გადავცემთ ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს ბატონ კაკოს და ბატონ ზაზას კიდევ ერთხელ ვთხოვ სცენაზე თუ შეიძლება ფოტოსესიის წერტილთან. ნინო ყროშიძე. ანა სიხარულიძე. ანა არის პროგრამის Top GPA. ესეთ პოზიტიურ ნოტაზე დავხურეთ დიპლომების გადაცემის ცერემონია. წინ დაგვრჩა კულმინაცია, თუმცა სანამ ქუდების აყრაზე გადავალთ, რამდენიმე რაღაც. ქუდების აყრის შემდეგ იცით ალბათ ტრადიციული ფირფიტები დაფაზე, ასევე მეორე სართულზე ტორტი და ღვინო და კიდევ ერთი თხოვნა ფოტოგრაფების და ვიდეოგრაფების. ქუდების აყრის პროცესში ძალიან გთხოვთ პირველი 3 რიგი რომ გაანთავისუფლოთ, იმიტომ რომ მე კადრში აღარ ჩანს ეს აყრის პროცესი. ესე იგი, კურსდამთავრებულებო, ჩვენ უნდა დავითვალოთ 10-დან 1-მდე უკუთვნით რომ ყველა გადამღები ბატონო, ხო, რა თქმა უნდა. ყველა გადამღები თავის წერტილში დადგეს, ასევე თქვენთან ერთად ამ დღეს იზეიმებენ თქვენი ის მეგობრები, რომლებიც თქვენთან ერთად ისწავლეს ეს წლები და კიდე ისწავლიან. არა, ბოლოში უნდა მეთქვა ტკბილი ლუკმის პონჩი. მაშ ასე თუ ყველა მზად არის, შეგვიძლია დავიწყოთ უკუთვლა. 10 Viva